ქართულ ხელბურთელთა გუნდი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინათ ჩამოყალიბდა, პირველად გამოვიდა საერთაშორისო ასპარეზზე და შეხვდა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, უნგრეთის ნაკრებს. ბრძოლა მაღალი ტემპით წარიმართა. საქართველოს ხელბურთელები პირველ წუთებიდანვე დაეუფლნენ მოედანს და თამაშის დამთავრებამდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ. განსაკუთრებით აქტიურობდა საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი ცერცვაძე, რომელმაც 9 ჯერ გაგზავნა ბურთი მოწინააღმდეგის კარში. ეს საინტერესო შეხვედრა დამთავრდა ქართულ ხელბურთელთა ბრწყინვალე გამარჯვებით. თბილისში დაბრუნდა ქართულ ხელბურთელთა გუნდი, რომელმაც ბრწყინვალედ ჩაატარა თამაშები და პირველ საკავშირო ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიგო. აეროდრომზე ბურთილი შეხვედრა მოუწყვეს გამარჯვებით. ოქროს მედლები, სპორტის ოსტატის წოდება, სპეციალური პრიზები, აი ის დიდი სპორტული ნადავლი, რომელიც მათ დედაქალაქში ჩამოიტანეს. ჩანს ხელბურთელებს სერიოზული გამოცდა მოელით. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. უსურვოთ მათ ამ გამოცდაზეც უმაღლესი შეფასება მიიღოს. სპორტის სასახლეში გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ხელბურთში. სოფლიო ჩემპიონი რუმინეთის ნაკრები გუნდი ხვდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონს თბილისის ბურევესნიკის გუნდს. შავდრუსებში გამოდიან რუმინელები. მატჩი ბოლო წუთებამდე ორმხრივი შეუპოვარი ბრძოლით მიმდინარეობდა. შეჯიბრება დამთავრდა ქართულ სპორტსმენთა გამარჯვებით ანგარიშით 15-14. დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. აქ ერთმანეთს ხვდებიან ჩეხოსლოვაკიისა და საქართველოს ხელბურთელები. სტუმრები თამაშობენ თეთრ მაისურებში. ისინი ახერხებენ წინ გასვლას. მაგრამ თბილისელებს თანდათან გარდატეხა შეაქვთ თამაში. სტუმრები ხრიან ფარხმალს. ქულა. უდევენ სტუმრების კაცს საპასუხო ქულა. ძალზე აქტიურობენ თბილისელი თავდამსხმელები, ეს საქმეა. ხედავთ, როგორ აწვდის იგი პარტნიორს. სპორტსნა არის. ანგარიში თბილისელთა სასარგებლოდ იზრდება. მატჩი დამთავრდა ქართულ ხელბურთელთა გამარჯვებით. ანგარიში 23-19. ხელბურთი. ბურთი აქვს უნგრელ სპორტსმენებს დინჯად უახლოვდებიან საქართველოს ნაკრების კარს. გადაცემა ხორცნა არის 1-0. ხელბურთელთა საერთაშორისო ტურნირში, რომელიც თბილისში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის, ბულგარეთის, უნგრეთისა და საქართველოს სპორტსმენებმა. ტურნირში გამარჯვებულს დღევანდელი ასპარეზობა გამოავლეს. ერთმანეთს ხვდებიან უნგრეთისა და საქართველოს ხელბურთელები. ხორცნა, უნგრელებმა ხორცნეს ნიგერია მეკარე აბაიშვილმა და ქართველი სპორტსმენები იწყებენ sapasukho შეტევას. დინჯად ათამაშებენ ბურთს საჯარი მოედნის გასწვრივ, გადააწყვეტეს ცერცვაძეს, ხორცნა არის. ანგარიში გათანაბრდა. ასე დაძაბულად მიმდინარეობდა ეს ასპარეზობა. აი ისევ უნგრელი სპორტსმენები უტევენ დარტყმა
არის 2-1. წინ ისევ ჩვენი სტუმრები გავიდნენ. მაგრამ ქართველი სპორტსმენები არ ცხრებიან, ისევ თორცნიან. არის ანგარიში გათანაბრდა და ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად ქართველმა ხელბურთელებმა ჩაიგდეს ხელში. აი ათამაშებენ ბურთს, უახლოვდებიან საჯარიმო მოედანს, ზუსტი გადაცემა, შემდეგ თორცნა არის. ისევ წინ ქართველი სპორტსმენები არიან, ისევ ისინი ეუფლებიან ბურთს, უახლოვდებიან საჯარიმო მოედანს, ცეცხლაზე თორცნის არის 26-19. ასეთია საბოლოო შედეგი. საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება ქართველმა ხელბურთელებმა მოიპოვეს. მეოთხედფინალური მატჩი ხელბურთში ევროპის ჩემპიონთა თასზე თბილისის ბურევესნიკისა და ზაგრების მედვეშჩაკს შორის. ეს გუნდები მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი შეხვედრა იუგოსლავიაში დამთავრდა მედვეშჩაკის გამარჯვებით 21-13. დავით სომოთეს ანგარიში. თასის ნახევარფინალში თბილისელები გავიდოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მატჩს მოიგებდნენ 9 ბურთის განსხვავებით, ან ბურთების შეფარდებათა უკეთეს კოეფიციენტი. თამაშის პირველმა ნახევარმა იმედი გაუცრუა მრავალრიცხოვან მაყურებელს. ოსტატურად და თავგანწირულად იბრძოდა იუგოსლაველთა გახსვა, განსაკუთრებით კი მეკა. თბილისელებმა ძლივს მოახერხეს ტაიმის ყაიმით დამთავრება. მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში სურათი ძირფესვიანად შეიცვალა. ერთმანეთზე დადევნებული ტალღებივით შეუტიეს თბილისელმა თავდამსხმელებმა. ანგარიში სწრაფად იზრდებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის სასარგებლოდ. ბრწყინვალედ ხელმძღვანელობდა შეტევებს ანთაძე, შესანიშნავად თამაშობდნენ კლიმოვი ექსეულიძე. და როცა თბილისელებს თითქმის მოგებული ჰქონდათ თამაში, როცა მატჩის დამთავრებას 20 წამი გააკლდა და ანგარიში კი 21-12 იყო, ბურევესნიკის სასარგებლოდ კლიმოვმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. ბურთის შენარჩუნების მაგურად მან მოწინააღმდეგის კარისაკენ ხორცნა იგი ბურთს სწრაფად დაეუფლნენ იუგოსლაველები. 7 მეტრიანი საჯარიმო ანგარიშია 21-13. პირველი და მეორე შეხვედრის ანგარიშები ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. დებულების თანახმად გამარჯვებულს კენჭის ყრა გამოავლეს. ბედმა იუგოსლაველებს გაუღიმა, ისინი გავიდნენ თასის გათამაშების ნახევარფინალში. ხელბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთმანეთს ხვდებიან თბილისის ბურევესნიკი და კაუნასის პოლიტექნიკი. ქვეყნის ყოფილი ჩემპიონი თბილისის ბურევესნიკი ახლა მხოლოდ მეორე ადგილისათვის იბრძვის, რადგან ოქროს მედლები უკვე გაინაღდეს მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის ხელბურთელებმა. შეხვედრის დასაწყისი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სტუმრების იერიშებს თბილისელთა კონტრშეტევები მოსდებდა და ანგარიშიც თანდათან მასპინძლების სასარგებლოდ იზრდებოდა. მალე აშკარა გახდა თბილისელთა უპირატესობა. კაუნასელთა კარი მძაფრი შტურმის ქვეშ მოექცა. ისევ შეტევა და ისევ მატჩი თბილისელებმა მოიგეს. ასპარეზობა დამთავრდა. პირველი ადგილი დაიკავა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის კოლექტივმა. ყოფილი ჩემპიონები კი ამჯერად ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილებდნენ. თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა მსოფლიო პირველობის შესარჩევი მატჩი ხელბურთში საბჭოთა კავშირისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებ გუნდებზე. ეს ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა. პირველ მატჩში, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაიმართა, გამარჯვება წილად ხვდათ გერმანელ სპორტსმენებს. ამიტომ ჩვენი მაყურებელი დღეს რევანშის სურვილით იყო შეპყრობილი.
საბჭოთა ნაკრებმა, რომლის რიცხვშიც ჩვენი რესპუბლიკის წარმომადგენლები ჯემალ სერცვადე და იმედო ხაგადე თამაშობდნენ, გაამართლა გულშემატკივართა იმედი. 17-13 საბჭოთა ნაკრების წასარდენი. რევანში აღებული.